მოგესალმებით ძვირფასო აბრეშუმის ტელემაყურებელო, ტრადიციულად იმ შოუდან, რომელსაც ესეთი შეიძლება ითქვას ელეგანტური სახელი ჰქვია, შეშლილი სამყარო, რომელიც ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს ძალიან ზუსტად იმ ჩარჩოებს, რომელშიც ჩვენ გვიწევს ყოველდღიური ჩვენი, ასე ვთქვათ, ყოფის აწყობა. დღეს წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო პიროვნებებს, პირველ რიგში. დანაშაულსო სუსტების ჩადიან, თორე ძლიერს და ბედნიერს ეს არაფერში სჭირდებაო. წერდა ამას დიდი გამანათლებელი ფრანგი ვოლტერი. თუ ეს ასეა მართლაც, დღეს ვისაუბრებთ განსაკუთრებულად სუსტ ადამიანებზე, რომლებმაც შეძლეს და შეაშფოთეს და შეაშინეს ფაქტობრივად მთელი შეშლილი სამყარო და აი პირველი სიუჟეტი ერთ-ერთ მათგანზე იქნება სწორედ. ეს ამბავი 1891 წლის 14 ივლისს მოხდა. შერიფი პეტ გარეტი და მისი ორი თანაშემწე ნიუ-მექსიკოში, ფორტ სამნერში ჩავიდნენ. ისინი ლინკოლნის ოლქის ციხიდან გაქცეულ ბილი კიტს ეძებდნენ. გარეტი შუაღამისას პიტ მაქსველის სახლში მის დასაკითხად მივიდა. უცებ ოთახში ვიღაც უცნობი შემოვიდა. ჩექმები გაეხადა. ფეხზე მხოლოდ წინდები ეცვა და ხელში დანა ეჭირა. მან ეჭვნარევი მზერა მიაპყრო გარეტს და მაქსველს კითხა: ეს ვინ არის? გარეტი მაშინვე მიხვდა, რომ შემოსული მამაკაცი ის იყო, ვისაც ეძებდა, ბილი კიტი. შერიფი არ დაიბნა, უცებ ამოიღო რევოლვერი და მკერდში ესროლა. შემდეგ გარეთ გავარდა და სუნთქვაშეკრულმა თავის თანაშემწეებს, ჯონ პოს და თომას მაკკინის, რომლებიც ეზოში ელოდებოდნენ, მიახალა. ბიჭებო, იქ ბილი კიტი იყო, მგონი მე ის მოლკალი. კიტის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიაც მის მემუარებს ეფუძნება, რომელიც თავიდანვე გამოაქვეყნა სათაურით ბილი კიტის ცხოვრების რეალური ამბავი. სასამართლოს ექსპერტიზის საბუთებიც გარეტის მონათხრობზე დაყრდნობით შეადგინეს. მკვლელობას მოჰყვა არაერთი, არამედ ორი წინასწარმოკვლევა. პირველი სროლის ღამეს, მეორე კი მეორე დღეს. პირველის მასალები დაკარგულად ითვლება, მეორეს კი ექსპერტების აზრით გაყალბების ელფერი დაჰკრავს. როგორც ჩანს, სასამართლო ექსპერტიზის ნაფიც მსაჯულთა დასკვნა სპეციალურად პეტ გარეტისთვის დაიწერა, რათა მას ძებნილის თავისთვის დაწესებული ჯილდო მიიღო. როგორც გამომძიებლებმა დაადგინეს, 15 ივლისის ანგარიშს 6 ნაფიცი მსაჯულიდან ფაქტობრივად მხოლოდ 3-მა მოაწერა ხელი, მხოლოდ მათ ამოიცნეს ცხედარი. ერთ-ერთმა მათგანმა კი მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს კიდე არ იყო. გარეტის მიერ მოკლული ადამიანის ცხედრის დაკრძალვა ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებდა. განსასვენებელში მოთავსებული ცხედარი ადგილობრივმა რეპორტიორმა აშენ ფელტერმა აღწერა. მისივე თქმით, მოკლულს მუქი ფერის კანი და წვერი ჰქონდა. მკვლელობამდე სულ რაღაც 6.5 თვით ადრე ლას-ვეგასის მთავარი გაზეთის რედაქტორმა კუგლერმა ბილი კიტს ინტერვიუ ჩამოართვა. ის მაშინ ქალაქში იმყოფებოდა და ელოდებოდა, როდის გაგზავნიდნენ ლა-მესილიაში გასასამართლებლად. კუგლერის თქმით, ბილი ჩვეულებრივი ბიჭივით, სკოლის მოსწავლესავით გამოიყურებოდა. ზედა ტუჩზე მეჩხერი ხინხლით, ქერა თმით და ღია სახისფერით. ეშენფელტერის და კუგლერის აღწერილობიდან გამომდინარე, ცხედარი არ შეიძლებოდა ბილი კიტის ყოფილიყო. ბუნებაში არ არსებობს ბიოლოგიური პროცესები, რასაც შეეძლო თმის და კანის ფერის ასეთი სწრაფი ცვლილებები გამოეწვია. ფორტ სამნერში ბილი კიტის ამჟამინდელი საფლავი არ არის ავთენტური. ძეგლი კი მხოლოდ ღირს შესანიშნაობაა და მეტი არაფერი. უფრო მეტიც, დაკრძალვის შემდეგ წყალდიდობა მოხდა. მდინარე პეკოსი ადიდდა და ძველი სასაფლაო ძლიერ დაზიანდა. ცხედრების უმეტესი ნაწილი ამოთხარეს და იდენტიფიკაციის გარეშე სანტა-ფეს სასაფლაოზე ხელახლა დაკრძალეს. ჭორები იმის შესახებ, რომ ბილი კიტი ცოცხალი იყო,
იმავე დღეს გავრცელდა, როცა პეტ გარეტმა თქვა, რომ ის მოკლა. ამ საკითხით გამოწვეული ვნებათაღელვა ნელ-ნელა მინავდა, მაგრამ 1948 წელს გამოჩნდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელზეც ამბობდნენ, რომ სწორედ ის იყო ბილი კიდი. გავრცელებული ჭორებით დაინტერესებულმა ადვოკატმა უილიამ მორისონმა დიდი გაჭირვებით მოძებნა რობერტსი და პირდაპირ განუცხადა: არსებობს მოსაზრება, რომ თქვენ ბილი კიდი ხართო. მოხუცმა მაშინვე აღიარა, რომ ის ბილი კიდი იყო, რომ მის მეუღლეს ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა და რომ მას ძალიან სურდა შეწყალება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 1948 წელი იყო, რობერტს სჯეროდა, რომ მას როგორც ბილი კიდის, შერიფ უილიამ ბრედის მკვლელობისთვის კვლავ სიკვდილით დასჯიდნენ. მორისონი ნამდვილი პროფესიონალივით მოიქცა. ის რობერტს დახმარებას შეჰპირდა, მაგრამ ჯერ გარკვეული მტკიცებულებების წარდგენას თხოვა. მორისონმა უილიამს უთხრა, რომ მან იცოდა მისი ტყვიით მიღებული ჭრილობების შესახებ და ნაიარევების ნახვა სურდა. რობერტსმა მორჩილად გაიხსნა პერანგი, გაიხადა შარვალი და უილიამს ის ნაწიბურებიც აჩვენა, რის შესახებაც მორისონმა იცოდა და 20-მდე სხვაც. ადვოკატმა გაიხსენა, რომ კიდს ხელბორკილიდან ხელების გამოცურება შეეძლო. რობერტსი ექსპერიმენტზე უყოყმანოდ დათანხმდა. მაჯა ამოძრავა, ცერი თითები ხელის გულებისკენ შეატრიალა და რაღაც უცნაური მოძრაობით ხელის მტევნები მაჯაზე უფრო წვრილი გაუხდა. 1891 წლის 14 ივლისის ღამე, როცა პეტ გარეტმა თავისი საქვეყნოდ ცნობილი მკვლელობა ჩაიდინა, რობერტსმა ასე გაიხსენა. პიტ მაქსველის ოთახში ის კი არა, არამედ მისი მეგობარი სახელად ბილი ბარლოუ შევიდა. ბარლოუ ნახევრად მექსიკელი იყო, კიდზე 1 ან 2 წლით უმცროსი და დაახლოებით იგივე სიმაღლის და აღნაგობის გახლდათ. ცეკვების შემდეგ რობერტსი, ბარლოუ, სავალ გუტიერესი და მათი თანმხლები გოგონები ხესუს სილვას სარდაფში შეიკრიბნენ. როცა სილვა სტუმრებისთვის საჭმელს ამზადებდა, აღმოაჩინა, რომ ხორცი აღარ ჰქონდა. მან თქვა, რომ საქონლის ახალი ხორცი მაქსველთან ეკულებოდა. ბარლოუმ ხორცის მოსაჭრელად დანა აიღო და მაქსველთან წავიდა. დიახ, ეს გახლდათ ბარლოუ, რომელიც გარეტს ბილი კიდში შეეშალა. როცა კიდმა სროლის ხმა გაიგო, რევოლვერები აიღო და მაქსველის სახლისკენ გაიქცა. შერიფმა და მისმა თანაშემწეებმა ის შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი და სისხლიანი კიდი იქვე მეზობლად მცხოვრები მექსიკელი ქალის სახლში შევარდა. მან ის შეიფარა, დამალა და ჭრილობები დაუმუშავა. მომდევნო წლებში ბილი კიდი მექსიკაში დახედიელობდა. მონაწილეობა მიიღო რევოლუციაში, შემდეგ კი ამერიკაში დაბრუნდა, რათა ველური დასავლეთის პოპულარულ შოუებში ფული ეშოვა. 1988 წელს რობერტ ჰარტმა ბილი კიდის და უილიამ ჰენრი რობერტსის ფოტოები კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით შეადარა ერთმანეთს. დასკვნა ცალსახა იყო, რობერტსი და კიდი სხვადასხვა ადამიანები აღმოჩნდნენ. მაგრამ ამბავი არც აქ მთავრდება. 1998 წელს მკვლევრებმა, ჯემესონმა და ბინმა გამოსცეს წიგნი ბოროტმოქმედ ბილი კიდის დაბრუნება. სხვა მრავალ აღმოჩენასთან ერთად, მასში შედიოდა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გამოყენებული 17,7% შეცდომის კოეფიციენტის პროგრამით დამუშავებული ბილი კიდისა და უილიამ რობერტსის ფოტოების კომპიუტერული შედარების შედეგები. პროგრამამ მათი იდენტურობა დაამტკიცა. ბევრმა დაიჯერა ეს ამბავი, ბევრმაც არა. ბილი კიდის საიდუმლოდ დღემდე არსებობს და ამ თემაზე ახალი პუბლიკაციები და კვლევები პერიოდულად ქვეყნდება. თუ არა რაღაც იდუმალება და მაგია, დღევანდელი სამყაროსთვის რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, თითქმის საუკუნე ნახევრის წინ მოთარეშე სრულიად ახალგაზრდა, უწიგნური ბანდიტის, მკვლელის, ბილი კიდის, სინამდვილეში კი 15 წლის ასაკში დაობლებული და უპატრონოდ დარჩენილი ჰენრი მაკარტის თავგადასავალი, რომელიც ნიუ-მექსიკოს შტატის ლინკოლნის ოლქის ომის რიგითი მებრძოლი გახლდათ და მის კისერზე 1000-მდე ადამიანის, მათ შორის შერიფების და პოლიციელების მკვლელობა, ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობაა. საოცარია, მაგრამ ფაქტია, ბილი კიდი დღემდე ველური დასავლეთის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიროვნებად რჩება, რომელსაც უძღვნიან რომანებს,
ლექსებს, სიმღერებს და რომლის შესახებაც არაერთი ფილმი გადაიღეს და ალბათ კიდევ გადაიღებენ. რეალურად ის იყო შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ძალიან სახასიათო პიროვნება იმ ტრაგიკული თაობისა, რომელიც მერეც გამოსწვევის ასეთ ძალისმიერ მეთოდებში. ხო, რაღაცა განგსტერულ ომებში მერე ერთი ნაბიჯი ასეთი ტიპის აი სიყმაწვილიდან ერთი ნაბიჯი არის შეიძლება ითქვას ერთ-ერთ ლეგენდარულ პიროვნებამდე, რომელიც განგსტერულ, ანუ დანაშაულებრივ გზას მიიყვანს უმაღლეს წერტილამდე ძალაუფლების და ორგანიზაციული სტრუქტურის, შეიძლება ითქვას მთელი რაღაც კონგლომერატი იყო განგსტერების, მათ შორის ყავდათ ცალკე მკვლელი განგსტერები, სინდიკატის განგსტერები, რომლებმაც აგერ ლევანმა კარგად იცის ძვირფასო ტელემაყურებელო, ისეთი ორი კაცის სახელი, როგორიც იყო ებრაული წარმომავლობის მეირ ლანსკი და ბაქსი სიგელი, რომლებმაც ძალიან დიდი კვალი დააჩნიეს ამერიკის გემბლინგს, ანუ თამაშის ინდუსტრიას, პრაქტიკულად შექმნეს მე-20 საუკუნის შეიძლება იქნას ესეთი რა, კაუჭი გამოსდეს მთელ ვნებათა ღელვებს, რომელიც იქ იყო და ისეთი ქალაქის წარმოქმნაში, რომელსაც ლას-ვეგასი. და დიდი შემოსავალი მოუტანეს ქვეყანასაც. ქვეყანას თავისთავად ცხადია. რაც შეეხება ბატონ ლუჩიანოს, თქვენ როგორც მცოდნე საპორტო ცხოვრების და მთელი ამ ინფრასტრუქტურის. დიახ. მოკლედ ძალიან გვიან მივხვდიო, რომ მილიონის შოვნა კანონიერი გზით არანაკლებ რთულია, ვიდრე კანონის გვერდის ავლიო იტყვის ლაკი ლუჩიანო მოგვიანებით. არადა როგორც თავად აღიარებდა, ბავშვობიდანვე მისი სამუკვარი ოცნება იყო გამდიდრებულიყო და სწორედ აი ამ ოცნებით ჩავიდა ის დაძმებთან და მშობლებთან ერთად მშობლიური სიცილიიდან დიდი შესაძლებლობების ქვეყანაში და ამ შესაძლებლობების ათვისება დაიწყო, გამოყენება დაიწყო. პირველად 13 წლის ასაკში მოხდა ის, ასე ვთქვათ, პოლიციელების ყურადღების ასე ვთქვათ, არეალში, როდესაც დააკავეს ის ნარკოკურიერობის ბრალდებით, მე ამ ერთს მრავალი სხვაც მოხვა. გარდა ამ საქმისა ქურდობდა, ხშირად ჩაგრავდა თანატოლებს, ბავშვი იყო ჯერ 13 წლის იყო, თანატოლებს ან ხომაგობდა მათ და აი ამ ფარველობის სანაცვლოდ მათ ჯიბის ფულს ართმევდა მოკლედ. და შეხვდა ერთხელაც ერთი კერკეტი კაკალი, პატარა ბიჭი, რუსეთიდან გაქცეული ებრაელი, მეირ სუხამლიანსკი, რომელმაც განუცხადა, რომ მოკლედ მეო, შენი დახმარება არაფერში არ მჭირდება, ჩემ თავს მე თვითონ დავიცავო, ერთი-ორჯერ წაიჩხუბეს და სალვატორე ლუკანია დარწმუნდა, რომ ასეთ ადამიანთან მეგობრობა ჯობს. და მე ისინი გახდნენ მართლაც საუკეთესო მეგობრები, ანუ მაიერ ლანსკი და სალვატორე ლუკანია, რომელიც გახდა ჩარლზ ლუჩიანო, რომელიც უკვე ახსენა ბატონმა ოთარმა. რატო შეიცვალა სახელი და გვარი სალვატორემ? შემოკლებით სალვატორე ჟღერდა როგორც სალი და არაომახიანი იყო ეს სახელი და ამიტომ გადაკეთდა ის ჩარლზად. ხოლო გვარი ლუკიანოს საერთოდ ვერ ამბობდნენ თურმე მაშინ ისინი მტრებიც და მოყვარებიც და ლუჩიანო უფრო რაღაცა ისე კარგად ჟღერდა და ლამაზად და მუსიკალურად შეიძლება ითქვას. 19 წლის ასაკში ის კიდევ ერთხელ დააკავეს. და ამჯერად როგორც ჩანს უფრო გამოცდილი იყო უკვე ამ პოლიციასთან ურთიერთობისას და განაცხადა რომ მე უნდა ვითანამშრომლო მოკლედ თქვენთან დიდ პარტიაზე მაქვს ინფორმაცია. და მოკლედ თუ გამიშვებთო ამ პარტიას ხელში ჩაიგდებთო და დაინტერესდებია ამ წინადადებით. არადა თვითონვე გააფრთხილა მე ლანსკი, რომელიც ამ დროს გარეთ იყო, თავისუფლებაზე იყო, რომ მითითებულ მისამართზე რომ მანქანა მიიყვანეთ ნარკოტიკებით დატვირთულიო.
რომელიც მე ჩააბარა FBI-ს და ისინიც კმაყოფილებით დარჩნენ და მოკლედ ესეც ანუ გამოძიების ფედერალურ ბიუროს. გამოძიების ფედერალურ ბიუროს. ციხიდან გამოსული ჩარლზ ლუჩიანო და მეიერ ლანსკი იწყებენ ბუტლეგერობას მშრალი კანონის პირობებში, იცით თქვენ ძვირფასო ტელემოყურებელს რა იგრძალა ერთ პერიოდი ალკოჰოლი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზუსტად მეიერ ლანსკის ყავდა მეგობრები პორტში და მათი დახმარებით, მოკლედ დიდი გემებიდან, ამ იატაკქვეშა ბარებში ღვარად მოედინებოდა მოკლედ ალკოჰოლი და სერიოზული ხეირი ნახეს ფინანსური ამ ორმა განგსტერმა, იმდენად დიდი, რომ ყურადღება მიიპყრეს უკვე დიდი ბოსების, იტალიური ბოსების ყურადღებაც მიიპყრეს და ჩარლზ ლუჩიანო ხდება ჯო მასერიას, ესეთი ცნობილი განგსტერი და მაფიოზი იყო, მისი ოჯახის წევრი. იქ გაიცნო მან ფრენკ კოსტელო და ვიტო ჯენოვეზე ორი კიდე განთქმული მოკლედ განგსტერი და მათთან ერთად დაიწყო მოკლედ საქმიანობა, შექმნეს სუპერ ტრესტი, დიდი შვიდეული ერქვა ამას და ერთხელაც ამ მათმა ბიზნესმა 12 მილიონი მოიტანა მოკლედ შემოსავალი. მოქმედები და ლაკი ლუჩიანო ერთი ძალიან მარტივი და ზღაპრულად გამართული, ასე ვთქვათ, წესით. ყველაფერი რაც ეწინააღმდეგებოდა მის გეგმებს, ის ადვილად იშორებდა მათ შორის ადამიანებსაც და 30 წლის ასაკში მის ანგარიზე იყო არაერთი გახმაურებული მკვლელობა. არაერთ დიდ ზარცვაში ხონა მონაწილეობა მიღებული, ამის გარდა ინტერესდებოდა ის ნარკო და სათამაშო ბიზნესით. მოკლედ, სამმა ადამიანმა გაიტაცა ჩარლზ ლუჩიანო, სადაც უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს, აწამეს დანი დაუსერეს სახე და მე ყელი გამოჭრეს და დატოვეს იქ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ზღაპრული პრინციპი იყო და არა იყო რასი, რომელიც გამართულად მუშაობდა მის სასარგებლოდ, ჩარლზ ლუჩიანოს სასარგებლოდ, სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა მის წინააღმდეგ, ის გადარჩა და როგორც სასწაულებრივად იღბლიანს შეარქვეს მას ლაკი ლუჩიანო გახდა ის. 1929 წელს ჯონ მასერიასა და მარანცანოს შორის, ორ დიდ ბოსს შორის, ამერიკულ-იტალიური მაფიის ორ ბოსს შორის გამწვავდა მოკლედ ურთიერთობები და ამან გამოიწვია ეგრეთ წოდებული განგსტერული ომები. ზოგადად ჩარლზი ცვლიდა, რომ ომი ეკონომიკური აღმავლობის მტერია. და ამ თავის პოზიციას არ მალავდა და ბოს ჯოს მან მიმართა ასეთი სიტყვით, რომ რეოლივერით ხელში დიდ ფულს ვერ ვიშოვეთ. მეო შევძლებო თქვენს შერიგებას. ოღონდ ამის უფლება მომეცითო. მაგრამ როგორც ჩანს იეჭვა მასერიამ, რომ მასზე არ იყო საქმე და მოკლედ შეუკვეთა თვითონ ლაკი ლუჩიანო, ვითომ იმბრალდებით, რომ ებრაელი პარტნიორები ყავს მასო და რა თქმა უნდა გულისხმობდა ის მეიერ ლანსკის ამ შემთხვევაში. ზოგადად ლაკი ლუჩიანო არ ირჩევდა პარტნიორებს ეროვნული ნაციონალური პრინციპით და ამიტომაც იყო ასეთი წარმატებული. კოსმოპოლიტური განგსტერი. რა თქმა უნდა, მოკლედ შეუკვეთა მისი თავი ადონის, ცნობილ განგსტერს. ადონისი მოიქცა როგორც ნამდვილი პროფესიონალი, იმის მაგალითად რომ ლაკი ლუჩიანო მოეკლა, გააფრთხილა ის რომ შეგიკვეთესო შენო და ამიტომ ფარულად ლაკი ლუჩიანი უკავშირდება მარანცანოს და სთავაზობს მას თავისი ბოსის მოკლედ ნეიტრალიზებას. და საინტერესო ამბავია, მოკლედ მიდის ლაკი ლუჩიანი მიდის ბანკოს სათამაშოდ, თურმე მიდის მოკლედ მასერიასთან, ითამაშეს ეს ბანკო და რაღაც მომენტში უთქვამს, რომ ცოტა ხნით უნდა გავიდეო და მის ნაცვლად ოთახში შემოდის 4 ვალეტი. რასაც თქვია. ერთი ეს არის ალბერტ ანასტაზია, ცივსისხლიანი მკვლელი და მისი მეცახელი იყო შეშლილი მექუდე. ფრენკ კოსტელო, მეგობარი ლაკი ლუჩიანოსის, მეფე ნიუ-იორკის მაფიის, დიახ. ვიტო ჯენოვეზე, რომელიც გახდება ლაკი ლუჩიანოს მემკვიდრე, დონ ვიტო და ბაქსი სიგალი. შევიდნენ და მასერია მოკლეს. დიდხანს ვერ იზეიმა მარანცანო ამ მოკლედ ამ გამარჯვებით, ამ განგსტერულ ომებში, რადგან 6 თვის თავზე ზუსტად მეიერ ლანსკიმ და ბაქსი სიგალმა ისიც გამოასალმეს მოკლედ სიცოცხლეს, რა თქმა უნდა ლაკი ლუჩიანოს დავალებით და მოკლედ ეს ორი დიდი ოჯახი, მტრული ოჯახი მან გააერთიანა ერთ ოჯახში.
ერთ ოჯახად აქცია და თვითონ მოვიდა ამის სათავეში. და ბოსების ბოსი დაირქვა იქამდე მარაცანო. ამ ტიტულზე მან თქვა შეგნებულა თუ არის როგორც თვითონ იხსენებს, სხვა იტალიური ოჯახები არ გავაღიზიანებია. ამიტომ შევკრივე ერთად და მიმართე სიტყვითო. მე მივხვდი, ნებისმიერ ორგანიზაციაში სჭირდება თავი. ის ვინც ხებზე წინ დგას. და მნიშვნელობა არ აქვს, რა ქვია მას, ლიდერი, ბოსი, პრეზიდენტი. არ აქვს მნიშვნელობა, რას დამიძახებთო. მოკლედ ამ სიტყვით მიმართ. ითვლება, რომ თითქოს და მან შექმნა კოზანოსტრა, მაგრამ ეს ასე არ არის, გაზვიადებული მოსაზრება ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ის, რომ სწორედ მან შეძლო ამ დაპირისპირებული ამერიკული, რაც კლანების, იტალიური კლანების გაერთიანება ერთიან ნაციონალურ კრიმინალურ სინდიკატად, ეს მართლა მისი გაკეთებულია. დეტალია, რომ მისივე რეკომენდაციით ამ კოზანოსტრას ჰიპოთეტიურ კოზანოსტრაშიც შეიქმნა კვლელობათა კორპორაცია. არაერთი კორპორაცია შეიქმნა. კვლელობათა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ალბერტ ანასტაზია. სწორედ ანასტაზია. ის მისი მეგობარი, ხო? აი ამაში არის საქმე. თან იდეოლოგი გახდა ის კოზანოსტრასი, უგვირგვინო მეფე იყო ფაქტობრივად და აქ არის კიდე ერთი საინტერესო ამბავი, რომ ის ხებზე ადრე მიხვდა, რომ კრიმინალი შეიძლება იქცეს ბიზნესად და აი ბიზნესის კუთხით მიუდგა ხო ამ საკითხს და ასევე შრომის გადანაწილება რომ წაადგება ხოლმე ბიზნესს ამასაც ის მიხვდა ჩინებულად მოკლედ შეკრიბა იტალიური მაფიის ბოსები და შესთავაზა მათ გავლენების გადანაწილება რაც შექმნიდა არა კონკურენტულ თქვა არა კონფლიქტურ გარემოს შიგნით ამ სივრცეში მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს იყო წინადადება რომელზე უარესის თქმაც არ შეიძლებოდა იმიტომ რომ იქ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც თქვეს უარი ამ წინადადებაზე და ისინი ერთ დღეს, ერთი და იმევე დროს, სხვადასხვა ადგილას გამოასალმეს სიცოცხლეს და ამის რა თქმა უნდა შემოქმედი იყო ლაკრუჩიანო, მაგრამ შემსრულებელი იყო სწორედ ერთ-ერთი კორპორაციის ხელმძღვანელი, მკვლელობის კორპორაციის ხელმძღვანელი ალბერტ ანასტაზია, სხვათა შორის თვითონ ლაკრუჩიანო ყველაზე ესეთი მშვიდობიანი კორპორაცია ირჩია ის გახდა პროსტიტუციის კორპორაციის ხელმძღვანელი 200-ზე მეტი 200-ზე მეტი ბორდელი იყო მარტო ნიუ-იორკში ნომერ პირველი სუტინორი იყო წლიური შემოსავალი ამ ბორდელების იყო 20 მილიონი აბა ეს იმ დროს როდესაც ესე იგი რიგითი ამერიკელის დღიური შემოსავალი იყო $2 სადღაც ლაკრუჩიანოსი იყო 150,000 დღეში შეიძლება ითქვას, რომ მისი ოცნება ახდა, მისი ცხოვრება მართლა ზღაპარს და ემსგავსა, მაგრამ ყველაზე საზარელ ზღაპარსაც ყოველთვის აქვს დასასრული. და ლაკრუჩიანოს ზღაპრის დასასრულის დასაწყისი თარიღდება 1926 წლით. შექმნა ლაკრუჩიანომ კომისია. ერთგვარი მაფიის დირექტორთა საბჭო რომელიც წვეთდა მნიშვნელოვან საკითხებს, ესე იგი, ოღონდ გლობალურ საკითხებს და აი ამ კომისიას მიმართა თხოვნით ერთმა განგსტერმა, ჰოლანდიელმა შულცმა. რომ მომეცით ნებაო, დაც შულცმა, მომეცით მოკლედ ნებაო, რომ ნიუ-იორკის ახლად დანიშნული პროკურორიო, თომას ჯუიო, გამოვასალმო სიცოცხლეს. ეს იყო ძალიან პრინციპული კაცი, თომას ჯუი. რომელიც დაუპირისპირდა მაფიას დანიშნვის დღიდანვე და პირველ სამიზნედ აირჩია სწორედ დაც შულცი, ჰოლანდიელი შულცი, რომელიც ჰოლანდიელი სულაც არ იყო, ებრაელი იყო წარმოშობით. დაც შულცი არ უყვარდათ კოლეგებს სხვათა შორის. ხოლო მის ქვეშორდომებს საერთოდ ძულდათ, იმიტომ რომ იყო საოცრად თურმე ძუნწი კაცი და აი როგორ იხსენებს მას მისივე ადვოკატი. შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო მის გოგოს. შეაფურთხო პირადად მას სახეში დაარტყა კიდეც და არაფერი. მაგრამ საკმარისი $1 კი მოპარო. ჩათვალე რომ მკვდარი ხარო და კიდე ერთი მოგონება თვითონ ლაკის ლუჩიანოსი რამოდენიმე მილიონის პატრონს ღორივით ეცვა. მხოლოდ 2 შარვალი ჰქონდა და სულ ჯამში $35 ტანსაცმლით დადიოდა. ბედნიერი იყო 2 ცენტიან გაზეთში საკუთარ თავზე თუ ამოიკითხავდა რამესო. მოკლედ იმ მოტივით რომ პროკურორის კვლევა გამოიწვევდა ზედმეტ ხმაურს და გაღიზიანებას იგივე მთავრობის და ასე შემდეგ და რეპრესიები დაიწყებოდა
ჰოლანდიელ შულს უარი უთხეს მოკლედ ამ თხოვნაზე, რამაც ძალიან გააბრაზა თურმე განგსტერი, მან გამოუცხადა უნდობლობა კომისიას და ლაკილუჩიანოს სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ მიემართა კვლავ დახმარებისთვის ალბერტ ანასტაზიასთვის. მოკლედ კაცი, რომელსაც მერე ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები ითამაშებენ, როგორც არის დასტინ ჰოფმანი და ტიმ როტი, საკუთარივე ბარში, შტაბიდან ქცეულ ბარში, ტუალეტში ჩაცხრილეს, იუკადრის სიკვდილის ადგილი დაშულცმა, ბარბაცით გამოსულა ის დარბაზში და მაგიდას მიუჯდა მოკლედ ცოცხალ მკვდარი. გადაწყვიტა ლაკილუჩიანომ ერთი პრობლემა, რომელიც აღმოჩნდა მეორე პრობლემის დასაბამი. როგორც კი დაინახა ჯუიმ, რომ აღარ არის მოკლედ პირველი ნაბიჯი გადაიდგა წარმატებით მაფიის, ასე ვთქვათ, განადგურების, მიზანში ამოიღო თავისივე უნებლიე მშველელი და მხსნელი ლაკილუჩიანი. დაიარეს ნიუ-იორკის ბორდელები, დააკავეს 100-ზე მეტი ქალბატონი და კიდე რამოდენიმე მამაკაცი და სასამართლო წესით მათ დაუდგინდათ $10,000 გირაოთ. რისი გადამხდელებით ისინი რა თქმა უნდა არ იყვნენ და დაიწყეს მათმა ნაწილმა დაიწყო თანამშრომლობა პოლიციასთან. ლაკილუჩიანო მიხვდა, რომ ახლოვდებოდა მისი დაკავების დრო, გაუჩინარდა ნიუ-იორკიდან და შეიფარა ის მედენმა, რომელზეც ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ, კლუბ კოტონის პატრონმა, დამალა ის არკანზასში. ამ დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით თომას ჯუი ეძებს მოკლედ ლაკილუჩიანოს გამოაცხადა ის სახელმწიფოს ნომერ უპირველეს მტრად და შემთხვევით, სრულად შემთხვევით ნიუ-იორკიდან არკანზასის შტატში ერთ-ერთ ქალაქში ჩასული ერთ-ერთი გამომძიებელი ბრენანი ხედავს, რომ ქუჩაში მოსეიგნებს ლაკილუჩიანო იქაური პოლიციის უფროსთან ერთად. მივედიო ძალიან დიდი თავაზიანად მივესალმეო ლაკისო და უთხარიო, რომ ხომ არ წამობრძანდებოდით ჩემთან ერთად ნიუ-იორკში. რაზეც ასევე თავაზიანად მიპასუხა, რომ ძალიან დიდი მადლობა, მე არკანზასში დავრჩებიო და გაჯიუტდა ძალიან სხვადასხვა გუბერნატორი არ აძლევდა საშუალებას თომას ჯუის რომ ექსტრადიცია მომხდარიყო ლაკილუჩიანოსი, საქმე იქამდე მივიდა, რომ 20 კაციანი შეიარაღებული კარგად გაცნული რაზმი ჩავიდა არკანზასში ნიუ-იორკიდან, მოიტაცეს რასაც ქვია ლაკილუჩიანო და ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე წარსდგა ეს კაცი და ბრალდების 62 პუნქტში ცნეს ის დამნაშავედ და 50 წელი მიუსაჯეს. წესით ეს ზღაპარი აქ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ და სახელი ერქვა ისეთი საინტერესო, რომ მოკლედ იღბალმა კიდე ერთხელ გაუღიმა მას. როგორც აღმოჩნდა უკანასკნელად, დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მოისაკლისა უძღების შვილი. ლაკილუჩიანო, ბაქსის სიგალის დახმარებით ისინი მოკლედ დაუკავშირდნენ ციხეში მჯდობ მაფიის ბოსს და თხოვეს მოკლედ ჩვენს საზღვაო ძალებსო ეგებ დაეხმარო, გახშირდაო საბოტაჟის შემთხვევებიო, იქ გემი დაიძირაო ჩვენი ამერიკული და მოკლედ გვინდაო რომ გააკონტროლოთ პორტები და საზღვაო პორტები და დაგვეხმაროთო მოკლედ რომ უსაფრთხოდ ჩავიდეს გემები ევროპაში დანიშნულების ადგილზე, ხო, რომ ესე იგი მოკავშირეებს დავეხმაროთ. პატრიოტმა კაცმა ქვეყნის რომლის მოქალაქეც არასოდეს არ ყოფილა, გადაწყვიტა რომ დახმარებოდა მოკლედ თავის მეორე სამშობლოს, დაუკავშირდა ის ფრენკ კოსტელოს, რომელიც მისი მოვალეობის შემსრულებელი იყო იქ მაფიაში იმ დროს და მოკლედ ყველაფერი უზრუნველყო ეს ყველაფერი, ეს ყველა მათი თხოვნა, მთავრობის თხოვნა უზრუნველყო და გარდა ამისა მისი დამსახურებაა, რომ სიცილიის პორტში შევიდა ამერიკული გემი. ეს მაშინ როცა იტალია არის მტრულად განწყობილი ქვეყანა, ხომ მეორე ბანაკი, მტრის ბანაკშია ეს ქვეყანა. ხო, აქ საინტერესო არის, გემი რომელიც დაიძირა არის ესეთი ვერსია, რომ თვითონ მაფიამ დაძირა ამერიკული გემი, სწორედ იმიტომ, რომ დაჭირვებოდათ, ხო, ლაკილუჩიანოს ჩართვა ამ საქმეში. მოკლედ 1946 წელს სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურებებისთვის ლაკილუჩიანო დაჯილდოვდა თავისუფლებით. ოღონდ ამ დროს ნიუ-იორკის გუბერნატორი გახდა თომას ჯუი და მისი დაჟინებული თხოვნით ის სასწრაფოდ მოაშორეს ქვეყანას და სიცილიაში გაამგზავრეს. წლების განმავლობაში ცდილობდა ლაკილუჩიანო დაბრუნებას ამერიკაში და იმ ძველი დიდების დაბრუნებასაც
და თვალსადევნებდა როგორ ხოცავდნენ მის უერთგულეს მეგობრებს იქ ამერიკაში და ხოცავდა მათ მისივე ყოფილი ერთგული მეგობარი ვიტო ჯენოვეზე, მოკლედ ალბერტ ანასტაზია გამბინოებმა მოკლეს და გამბინოს კლანი გახდა ის. ფრენკ კოსტელოს თავში ესროლა ჯიგანტემ და ის გადადგა მერე და ვიტო ჯენოვეზეს გაუხსნა. გზა ერთხელ იყო ბოლოს უკვე 60 წელს იყო რომ კიდე ერთხელ სცადა დაკავშირება ამერიკის მთავრობასთან. ესე იგი არ იტკივებდნენ თავს ამერიკის პრეზიდენტები არც ეიზენჰაუერი არც იქამდე ტრუმენი მოკლედ და შესთავაზა ეიზენჰაუერს სწორედ რომ მე კუბის პრობლემას მე გადავჭრიო. ჩემ თავზე ვიღებ ფიდელ კასტროსო, ოღონდ ქვეყანაში შემომიშვითო, მაგრამ მაინც დაბრუნდა ის სხვადასხვა ამერიკაში, მაგრამ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა. ამისთვის სიცოცხლე შესწირა თავის ოცნებას ნეაპოლის აეროპორტში ის გარდაიცვალა გულის შეტევით, როცა ელოდებოდა კინოპროდიუსერს, რომელიც მასზე აპირებდა ხო ფილმის გადაღებას. მის დეშს მოატარეს ნეაპოლის ქუჩები, დიდი მდიდრული 8 ცხენიანი კარებით, რა ქვია, ეტლით და მერე მოკლედ ნათესავების მოთხოვნით, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობდნენ, ის გადაასვენეს მოკლედ ამერიკაში და დაასაფლავეს ქვინსის ეგრეთ წოდებულ მაფიის სასაფლაოზე, რომელიც ძალიან საინტერესო ადგილია ძვირფას ტელემაყურებელს და მე შეიძლება ერთხელ კიდე ამის შესახებ გიამბობთ. ის იყო ერთადერთი არა, იშვიათი შემთხვევა იყო ის, ვინც ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა ბოსებს შორის და კიდე ერთი უცნაური ამბავია, რომ ნომერ პირველი სუტინორი იყო, ხო, წლების განმავლობაში და არასოდეს დაოჯახებულა. როდესაც მას ეკითხებოდნენ ამის მიზეზს, ამბობდა, რომ არა, მე ცოლსო არ მოვიყვანო, იმიტომ რომ სიყვარული არის სახიფათო, გრძნობაო. აი ჩვენი მეორე სიუჟეტის გმირი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, შეიძლება თამამად თქვა, რომ სწორედ ქალებმა დაუპეს ის. 91 წლის წინ 1934 წლის 22 ივლისს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მძარცველი ჯონ დილინჯერი მოკლეს. მისი განგსტერული კარიერა მხოლოდ 1 წელს გაგრძელდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში დილინჯერმა მოახერხა 11 ბანკის გაძარცვა და $300,000-ზე მეტის მოპარვა, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით $4.5 მილიონ უდრის. ჯონი ბავშვობიდან მეამბოხე გახლდათ. სრულწლოვანი არც იყო, როცა თავისი პირველი ბანდა შეაკოწიცა. მას ბინძურ ათეულს ეძახდნენ. მაშინ ბიჭები წვრილმა მქურდობას ჯერდებოდნენ. თავისუფალ დროს ჯონი ბევრს სვამდა და საროსკიპოების ხშირი სტუმარი იყო. პოლიციასთან პრობლემები ბიჭს 19 წლის ასაკში შეექმნა. ჯონმა მანქანა მოიპარა. შეყვარებულზე შთაბეჭდილება რომ მოეხდინა, მაგრამ სამართალდამცველებმა გააჩერეს. ჯონი პოლიციელს გაუსხლდა და გაიქცა, ხოლო მეორე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტს შეუერთდა. ის რამდენიმე თვის განმავლობაში საბრძოლო ხომალდ იუტაზე მსახურობდა, მაგრამ 1923 წელს, როდესაც გემი ბოსტონს მიადგა, ის მაშინვე გაუჩინარდა. დილინჯერი ინდიანაპოლისში დაბრუნდა და 16 წლის ბერილ ეტელ ოვიუსზე დაქორწინება გადაწყვიტა. ჯონი ავეჯის მაღაზიაში გამყიდველად მოეწყო, თუმცა ფული არ ყოფნიდა. ამიტომ, როდესაც მისმა მეგობარმა ედ სინგლტონმა სურსათით მოვაჭრის გაძარცვა შესთავაზა, ის დათანხმდა. ძარცვის საღამოს დილინჯერი მორგანს ეკლესიასთან ელოდა. როდესაც მსხვერპლის შენობას მიუახლოვდა, ის მოხუც ვაჭარს მიეპარა და თავში რაღაც ჩაარტყა. მოვაჭრემ გონება არ დაკარგა, უცებ შებრუნდა და ჯონს რევოლვერი ხელიდან გამოსტაცა. ამ დროს იარაღმა გაისროლა. დილინჯერმა იფიქრა, რომ ტყვია მორგანს მოხვდა და დანაშაულის ადგილიდან გაიქცა. ორივე მძარცველი მალევე დაიჭირეს. დილინჯერს 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სინგლტონს კი საგრძნობლად ნაკლები 2-დან 14-მდე. მკაცრი განაჩენით განრისხებული დილინჯერი სამართალდამცავებს დაჰპირდა, რომ ის ყველაზე ცუდ დამნაშავედ ჩამოყალიბდებოდა, რაც კი ოდესმე შეხვედროდათ. მათ ციხეში თითქმის 9 წელი გაატარა და ეს დრო სხვა კრიმინალებთან დასამეგობრებლად გამოიყენა. კერძოდ, ბანკის ისეთ გამოცდილ მძარცველებთან, როგორებიც იყვნენ ჰარი პირპონდი,
ჩარლზ მაკლი და ჰომერ ვან მეტერი. გათავისუფლებისთანავე მან პირპონტის მიერ რეკომენდირებულ მძარცველთაგან ბანდა შეკრიბა და ბანკიდან $10,000 გაიტაცა. ცნობისთვის 1930 წელს $1 დღევანდელი კურსით $15.44 უდრიდა. ეს გახლდათ ნიუ კარლაილის ეროვნული ბანკი ოჰაიოს შტატში. შემდეგ ბანდის წევრებმა გაძარცვეს ბანკები მთელ რიგ ქალაქებში, დელევილში, მონპილიერსა და ბლეპტონში. 1923 წლის 6 სექტემბერს დილინჯერმა და მისმა თანამზრახველებმა ინდიანაპოლისში მასაჩუსეტსის სტეიტ ავენიუს ბანკიდან $21,000 გაიტანეს. სექტემბრის ბოლოს ბანდის ლიდერი მოულოდნელად დააკავეს. პანსიონატის მფლობელმა, სადაც იმ დროს განგსტერის მეგობარი გოგონა მერი ლონგნაიკერი ცხოვრობდა, დილინჯერი პოლიციასთან დააბეზღა. განგსტერს აღმოაჩნდა 4 პისტოლეტი, $2,600, რამდენიმე თოფი, ვაზნები, სხვადასხვა ქალაქებიდან ყველაზე სწრაფად გასაქცევი გზების დაწვრილებითი გეგმები და ასევე უცნაური რუკა, რომელზეც დილინჯერმა კომენტარი არ გააკეთა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ციხიდან გაქცევის გეგმა იყო. და სანამ პოლიცია ბანდის ლიდერით იყო დაკავებული, დაჯგუფების სხვა წევრები ჰარი პირპონტს, ჰომერ ვან მეტერს და დილინჯერის სხვა მეგობრებს ინდიანას ციხიდან გაქცევაში დაეხმარნენ. გათავისუფლებული განგსტერები დილინჯერის დასახმარებლად გაემართნენ. სამმა დამნაშავემ ჰარი პირპონტის მეთაურობით ინდიანას შტატის პოლიციის ფორმები გადაიცვა და ოჰაიოს ციხეს მიადგნენ. მათ მცველებს უთხრეს, რომ დილინჯერის ინდიანაში გადასაყვანად ჩამოვიდნენ. ადგილობრივმა შერიფმა ჯეს სარბერმა მათ პოლიციელის სამკერდე ნიშნების ჩვენება მოსთხოვა. ახალდებულმა პირპონტმა სარბერს ესროლა, საკნის გასაღები იპოვა და დილინჯერი გაათავისუფლა. ამის შემდეგ ბანდიტები ინდიანაპოლისში გაიქცნენ, სადაც ბანდის დანარჩენი წევრები ელოდებოდნენ. 1923 წლის 23 ოქტომბერს ბანდიტებმა გრინკასლის ეროვნული ბანკი გაძარცვეს და $74,000 ისე გაიტანეს, ერთი ტყვიაც არ უსვრიეთ. უმეტეს შემთხვევაში მათ უმართლებდათ, თუმცა 1933-1934 წლების ზამთარში დაჯგუფებამ რამდენიმე მარცხი განიცადა. დეკემბერში ჯერ ბანდის ერთ-ერთმა წევრმა ესროლა პოლიციელს. იანვარში კი დილინჯერს შემოაკვდა სამართალდამცველი. ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტმა განგსტერების დასაჭერად ელიტარული განყოფილება ჩამოაყალიბა, სახელწოდებით დილინჯერის რაზმი. კრიმინალებმა გადაწყვიტეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ემოქმედათ, თუმცა 1934 წლის 23 იანვარს არიზონას შტატის ქალაქ ტუსონში, სასტუმროში, სადაც დილინჯერის 2 თანამზრახველი იმალებოდა, ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა მაშინვე იცნეს დამნაშავეები და რამდენიმე დღეში პოლიციამ ბანდის თითქმის ყველა წევრი, მათ შორის დილინჯერი და პირპონტიც აიყვანა. დილინჯერმა ციხეში ხისგან პისტოლეტი გამოთალა, ფეხსაცმლის ლაქით შეხება. 1934 წლის 3 მარტს ამ იარაღის მუქარით მცველები მძევლად აიყვანა და შერიფ ლილიან ჰოლის მანქანითვე გაიქცა. თუ კი ოდესმე კიდევ ვნახავ ჯონ დილინჯერს, მას ჩემი ხელით ვესვრი, იმუქრებოდა განრისხებული შერიფი. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განგსტერსა და მის ბანდაზე ნადირობა დაიწყო. როდესაც ისინი ვისკონსინში იმალებოდნენ, ბიუროს აგენტებმა ბოროტმოქმედების კვალს მიაგნეს და მძარცველების დაკავება სცადეს. ბანდის ყველა წევრმა გაქცევა მოახერხა, ხოლო გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა სროლის დროს შემთხვევით რამდენიმე გამვლელი მოკლეს და ერთი საკუთარი აგენტიც დაკარგეს. ამის შემდეგ დილინჯერი საზოგადოების ნომერ 1 მტრად გამოაცხადეს და მის დაჭერაში დახმარებისთვის ჯილდოდ $10,000 დააწესეს. დევრებისგან თავის დასაღწევად დილინჯერმა თითები მჟავით დაიწვა. ამით საკუთარი ანაბეჭდები მოსპო და პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ნიკაბის ფორმა შეიცვალა და ტუჩიდან ნაწიბური და ხალები გაიქრო. დიდმა განგსტერმა ბანკების ძარცვა შეწყვიტა და ჩიკაგოში დასახლდა. დროდადრო გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს ჯონ ედგარ ჰუვერს ღია ბარათებს უგზავნიდა და თავის ახალ შეყვარებულთან პოლი ჰამილტონთან ერთად კინოში დადიოდა.
თუმცა ივლისის ბოლოს ჰამილტონის მეგობარმა ანა სეიჯმა იმის სანაცვლოდ, რომ რუმინეთში არ დაებრუნებინათ, დილინჯერი გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან დააბესხა. 22 ივლისს სეიჯი, დილინჯერი და ჰამილტონი კინოში ფილმ მანჰეტენური მელოდრამის სანახავად წავიდნენ, თუმცა კინოთეატრის გასასვლელში მათ ფედერალური ბიუროს თანამშრომლები ელოდნენ. როგორც კი ჯონი გარეთ გამოვიდა, აგენტებმა ცეცხლი გახსნეს. განგსტერს 4 ტყვია მოხვდა. 31 წლის დილინჯერი ადგილზე გარდაიცვალა. კრიმინალის ცხედარი ილინოისის შტატის კუკის ოლქის მორგში გადაასვენეს, სადაც მის სანახავად 15,000 ადამიანი მივიდა. შემდეგ დილინჯერი ინდიანაში კორონა ჰილის სასაფლაოზე დაკრძალეს. ანა სეიჯი რუმინეთში მაინც გადაასახლეს. თუმცა შეთქმულების თეორეტიკოსთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ცნობილი განგსტერი რეალურად ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მკვლელობის შემდეგ რამდენიმე მოწმემ და ექიმმა აღნიშნეს, რომ მსხვერპლს ყავისფერი თვალები ჰქონდა, ხოლო დილინჯერს ნაცრისფერი. უფრო მეტიც, გაკვეთის დროს დამნაშავეს აღმოაჩნდა რამდენიმე დაავადება, რომლებიც დილინჯერს ნამდვილად არ აწუხებდა. დის შვილებს და სხვა ნათესავებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სხვა ადამიანი მოკლა. თუმცა 2020 წელს სასაფლაოს ადმინისტრაციამ, სადაც განგსტერი დაკრძალეს, ცხედრის ექსჰუმაციის ნებართვაზე უარი განაცხადა. ჯონ დილინჯერის არ იყოს, რომელსაც ნათქვამი აქვს თავის დროზე, რომ ფილათუნა საერთოდ ყველაფერთან ყოფნა, ასეთივე შეგონებებით, ასეთივე ფილოსოფიური თუ სხვადასხვა ტიპის გამონათქვამებით, როგორც ლაკი ლუჩიანო, ბილი დი კიდ, ჯონ დილინჯერი, გამოირჩეოდა ასევე ალფონსო გაბრიელი, რომელიც გვარს ატარებდა კაპონე. და ზედმეტსახელად ჰქონდა დიდი ალ კაპონე. ძალიან ცნობილი განგსტერი, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სიყმაწვილის დროინდელი ბევრი შეიძლება არ იყო, იმიტომ რომ ამერიკულ კინოს, რომელიც კინოს სახში დაიწყეს უკვე ჩვენება 70-იან წლებში, მოყვა ეს ლეგენდარული ისტორიები. და ალ კაპონე მანამდეც ცნობილი იყო, იმიტომ რომ ძალიან სახელგავარდნილი კაცი იყო. მას ჰქონდა, როცა იყო ის იტალიური წარმომავლობის კი იყო, მაგრამ ჩიკაგოში იყო გამაგრებული, ასე ვთქვათ, და რეალურად ჩიკაგოელი ლომი იყო, მაგრამ დიდი ანგარიშით შრალი კანონი, რომელიც შემოიღეს ამერიკაში 27 წლის მერმე მე-20 საუკუნის და დიდი დეპრესია მოყვა ამას მთლიანობაში, უბრალოდ შეიძლება დიდი დეპრესია იყო და კანონი ამის ტალღაზე შემოსრიალდა. ეს იყო მაინც ალ კაპონეს წარმოჩენის და შეიძლება ითქვას აი ესეთი კარგი შესაძლებლობა იყო მისთვის. კი არა, აი სახელის გათქმის. ხო. იმიტომ რომ ალ კაპონე, აი ხო გეუბნები, აქაც რო უყურებ, კი ძალიან დაავადმყოფებულიც იყო რაღაცა, მაგრამ ძალიან რთული ცხოვრების ადამიანი იყო, რომელმაც გაატარა მთელი ეს ცხოვრება ამ დიდი მაფიოზური ორგანიზაციის, როგორც ითვლება მაინც რომ ის ჩიკაგოს ბოსი იყო. ჩიკაგოს ბოსი იყო, ხო. სადაც მოკლეს სხვა შორის დილინჯერიც. კი. დილინჯერის საჯარო დახვრეტის შემდეგ ძალიან ბევრი კონსპიროლოგიური თეორია გაჩნდა იმის შესახებ, რომ თითქოს და დილინჯერი არ იყო ის, ვინც მოკლეს, რომ იყო მისი ტყუპისცალი თუ ორეული თუ საერთოდ თუ სხვა ადამიანი, იმასაც საუბრობდნენ, რომ ეს თვითონ დილინჯერმა მოაწყო ესეო, რომ რაღაცნაირად თავი დაეღწია ამ დევნისთვის. ასევე გაჩნდა ერთი ლეგენდა, რომ თითქოს და ის მერე კარგახანს ცხოვრობდა მოკლედ მშვიდობიანად და რაღაც პერიოდის მერე ალ კაპონეს დავალებებსაც ასრულებდა, მაგრამ ეს ლეგენდა არის, იმიტომ რომ 34-ში დახვრიტეს დილინჯერი და 31-ში კაპონე უკვე წარდგა სასამართლოს წინაშე, ასე რომ ეს არ გამოვიდოდა, ეს ლეგენდაა და მეტი არაფერი. საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ იღბლიან ლაკის ლუჩიანოს, ანუ
და იღმიან სიცილიას ერთ რაღაცაში არ გაუმართლა. მიუხედავად რომ ის იყო რეორგანიზატორი მაფიის, ნოვატორი საერთოდ, მან შექმნა ეს სინდიკატი უზარმაზარი, კრიმინალური დაეხმარა ქვეყანას, ხო, მეორე მსოფლიო ომში და თავის წვლილი შეიტანა. მოკლედ ამ მოგზაურებული წვლილი ამ ომის შედეგშიც მაფიის სიმბოლო მაინც არის ალ კაპონე. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ეს. ორგანიზაცია, რომელიც შეოქმნის შიშზეა დაფუძნებული. მე მაბრალებენ ყველა მკვლელობას, რაც კი პირველი მსოფლიო ომის მერე მოხდაო. არა, საინტერესო რა არის, იცი? ტერმინი აი რეკეტი, რასაც გვია, მისი ნოუ-ჰაუა. პირდაპირ დაკავშირებული ალ კაპონესთან. მიღებსა რომ ძალიან ცნობილები იყვნენ მის გარშემო და კონკურენციის პირობებზე თუ გინდა იგივე მერლანსკი ან ნებისმიერი სხვა. ვაკი და სხვები ხო, რა თქმა უნდა. რეკეტი აი მიბნულია მის სხვათა შორის პირველი ნაბიჯები აი ამ სახიფათო გზაზე მანაც ნიუ-იორკში გადადგა. მის დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა ესეთი კაცი ჯონი ტორიო. მეცახელად მელია, რომელიც შემდგომში გახდება ლაკი ლუჩიანოს ერთ-ერთი მრჩეველი. ასე სერიოზული კაცი იყო. ნუ ესეთი შთამბეჭდავი გაბარიტების და შესაშური ძალღონის ალ კაპონე მუშაობდა დაცვაში საბილიარდოსი, რომელიც ერთგვარი შტაბ-ბინა იყო ჯონი ტორიოს ამ დაჯგუფების და ნუ მუშტაც იქნებდა, დანასაც კარგად ხმარობდა და თურმე ბადალი არ ყოლია დანის ფლობაში, მაგრამ ასევე ძალიან კარგად თამაშობდა თურმე ის ბილიარდს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ცოტა გადამეტებულიც არის მისი ესეთი ვთქვათ დახასიათება, რადგან ამ საბილიარდოში ერთხელ პატარა დაპირისპირება მოხდა მასსა და ერთ განგსტერს შორის, რომლის გოგონასაც თუ დასაც თუ ცოლს, უბრალოდ უხეშად მიმართა ალ კაპონემ და ისიც მოუბრუნდა ეს განგსტერი და სახეზე დანა დაუსვა ალ კაპონეს და მან ვერაფერი ვერ უპასუხა. ამიტომ ამ ბის გახსენება მას არ უყვარდა. როდესაც ეკითხებოდნენ ამ მას მე ნაიარების სახე დაარქვეს. ეს საიდან ესია რომ ამბობდა მე პირველ მსოფლიო ომში მივიღეო. არგონის დღეში საფრანგეთში გერმანელებს ვებრძოდიო. არა და არანაირი შეხება მას პირველ მსოფლიო ომთან არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ მისი ძმა იბრძოდა იქ უფროსი ვინჩენცო. ამ ბრძოლაშიც აქვს მიღებული მონაწილეობა. არგონის დღეში ბრძოლა ეს ცნობილი ბრძოლა იყო. უამრავი ამერიკელი ჯარისკაცი გარდაიცვალა ხელმძღვანელობის უნიათობის გამო და მოკლედ ამ ბრძოლიდან ცოცხალი დაბრუნდა ვინჩენცო. ჩამოვიდა მე და ნებრასკას შტატის შერიფი გახდა და სწორედ თავისი ძმის კოლეგებს დაერია იქ. ძალიან პრინციპული კაცი ყოფილა და კანონმორჩილი, მაგრამ მას არ ეხებოდნენ ძმის ხათრით, ალ კაპონეს ხათრით. თავად ალ კაპონემ ყურადღება მიიქცია პოლიციის 19 წლის ასაკში პირველად ორ მკვლელობაში ამოტივტივდა მისი გვარი და სასწრაფოდ ნიუ-იორკი დატოვა და გაიქცა ჩიკაგოში. და ჩიკაგოში უკვე ჩასული იყო ამ დროისთვის ჯონი ტორიო, მისი ბიძა მართავდა ჩიკაგოს ერთ-ერთ ყველაზე ესეთი გავლენიან მაფიას. პირველი დავალება მალევე მიცა ჯონი ტორიომ ალ კაპონეს თავისი ბიძა მოაკვლევინა და მოკლედ ეს კრიმინალური მემკვიდრეობა გადმოვიდა ამ ბატონ პატრონი გახდა ჯონი ტორიო ამ ესე იგი ამ დიდი კლანის 1000-ზე მეტი მებრძოლი ყავდა ბანდაში და დაიწყეს ჩიკაგოს ესე იგი ათვისება ამათმა. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მათ გაუწია ირლანდიურმა მაფიამ. და ამ ბრძოლებს შეეწირა ალ კაპონეს ძმა სხვათა შორის. და მძიმედ დაიჭრა ჯონი ტორიოს და იმდენად მძიმედ დაიჭრა რომ ვეღარ მართა მერე მაფია და გადააბარა 26 წლის ალ კაპონეს ეს საქმე და აი მაშინ დაიწყო თუ დაიწყო მოკლედ ჩიკაგოში ამბები ხო ჯერ პირველ რიგში რეკეტი სამბავი მოკლედ შემოიღო ეს რეკეტი ფაქტობრივად ყველა ესეთი გასართობი დაწესებულება ფულს უხდიდა ალ კაპონეს ეს ერთი მეორე გახსნა ბევრი სამრეცხაოები და დაიწყო ფულის გათეთრება და ეს ტერმინიც ალ კაპონეს სხვა შორის საქმიანობას უკავშირდება. მაშინ თვითონ ალ კაპონეს ასე წერდნენ იმდროინდელ ჟურნალისტურ კარგი იუმორის ზნობა ქონდა. ხო. ასე ამბობენ. მაგალითად ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხა რომ ბატონო კაპონე თქვენო აი როგორ ცხოვრებაში საერთოდ გაქვთო ხო ეს მონანიების ან ბოდი ესე ვთქვათ რაღაცა პატიების შეგრძნების განცდა გაქვთ აი ვინმესო პატიებსო რამესო თუ რაღაცა იქნა ასეთიო რომელსაც ხვდებითო რომ ნუ მოუვიდა რა ვის არ მოგსულიო ამან უთხრა რომ
იცით რა შეასაკო, მეო პატიებითო, არავის არ პატიობო, ესო ჩემი პრეროგატივა არ არისო. ესო არისო ზემოთო, ცაში წყდება ყველაფერიო. აპატიებს მათ უფალი თუ არა და ჩემი ამოცანას მე ვხედავ იმაში, რომ მათი შეხვედრის ორგანიზაციას ორგანიზება მოახდინო ამ დამნაშავის და იმ პატიებს. უპატიებელი ალ კაპონე მოკლედ დაერია ჩიკაგოს და ჩაიგდო ხელში, მაგრამ მისი თავარი გამოწვევა იყო ირლანდიელების საბოლოო მოშორება ამ კონკურენტების და ასევე შურისძიება ძმის გამო რა, ძმის მკვლელობის გამო და ძალიან საინტერესო დრო შეარჩია ამისათვის ვალენტინობის დღესასწაულზე. მის მთავარ კონკურენტს ბაქსი მორანის ესე იგი ავტოფარეხში, რომელიც იყო ფაქტობრივად ვისკის საწყობი. მოკლედ შევარდა პოლიციელების ჯგუფი, განაიარაღა იქაური განგსტერები, ისინი ჩაბარდნენ რა თქმა უნდა, გამოიყვანა ქუჩაში თითქოს და დაპატიმრების მიზნით და მიაყენა გედათან და დახვიდა. ესენი რა თქმა უნდა არ იყვნენ ნამდვილი პოლიციელები, გადაცმული ხალხი იყო და ესენი იყვნენ სწორედ ალ კაპონეს ხალხი. როდესაც ნამდვილი პოლიცია მივიდა ადგილზე, მალევე მიხვდა ვისი გაკეთებული იყო ეს ყველაფერი და ბრალიც წაუყენეს თითქოს ალ კაპონეს, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. რახან გარე საფრთხეები, ესე იგი მოიშორა, დაიწყო მეგობრების გამოხშირვაც. თავის დაცვის უფროს, ესე იგი რაღაც შარი მოსდო, სასტიკად სცემა სხვა ბანდის წევრების დასანახად. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბანდის წევრებზე და მიადგნენ მე ამ ნაცემკაცს და მიანიშნეს, რომ თუ რამესო ჩაიფიქრებო შურისძიების მაგვარს, მოკლედ ჩვენ მონაწილეობთ ამ ამბავში და სხვა იტალიური მაფიის ბოსებიც არ იქნებიან წინააღმდეგები ალ კაპონე თუ მოშორდება ჩიკაგოსო. დათანხმდა ეს დაცვის უფროსი სხვა შორის ამას და გადაწყდა, რომ მოეკლათ ალ კაპონე მისივე მოწყობილ ეგრეთ წოდებულ კორპორატიულ წვეულებაზე. სადაც თურმე დიდი და საუკეთესო სუფრა გაიშალა, ალ კაპონე გაუმასპინძდა უძვირფასესი დელიკატესებით და სასმელებით ყველას, მაგრამ ამ გამორჩეულ შეთქმულებს ბოლოსთვის, ესე იგი, გაუმასპინძდა ბეისბოლის ჯოხით, დაუნაყა ყველას თავები, დახოცა ყველა დაცვის უფროსის გარდა, რომელიც თავიდანვე მასთან შეკრული ყოფილა და ეს ყველაფერი თურმე ხაფანგი იყო. აი ხა, ბოდიში დაწყვეტე, მაგრამ აი დააკვირდით ვიფასო ტელემაყურებლებო. ეს ყველაფერი სადმე რომ ამოიკითხო, მეჩვენება რომ არის დრამატურგიის რაღაცა მოფიქრებული. ამ დროს აი ხდება ხო? ანუ ეს ხლართებია ესეთი ინტრიგის. სასწაული. ამის შემდეგ ალ კაპონესი არა მარტო მტრებს ეშინოდა, თუმცა ეშინოდა მეგობრებსაც. ფაქტობრივად თელ ჩიკაგოს ის აკონტროლებდა დაწყებული ხელისუფლები და დამთავრებული უკანასკნელ მაწანწალამდე. იყო შემთხვევა, როდესაც მისმა წლიურმა შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა. წარმოიდგინეთ. და მოკლედ თუ რომელიმე დაწესებულება არ ყიდდა მის სასმელს, მაგალითად იმას აფეთქებდა. ასეულობით მკვლელობის ორგანიზებაში იყო ის, ასე ვთქვათ, ეჭვმიტანილი, მაგრამ ვერაფერი მას ვერ დაუმტკიცდა. თვითონ იქცეოდა ძალიან გამომწვევად, მდიდრულად იცვამდა, მარგალიტებით, ასე ვთქვათ, დახუნძლული ქამბრით დადიოდა, აწყობდა კრივის შეჯიბრებებს, ხელმოქმედებაშიც იყო ჩართული, აწყობდა ხმაურიან, ასე ვთქვათ, ღრეობებს თავის, ასე ვთქვათ, მამულში და რეზიდენციაში. ერთხელ გაიტაცა, ჯაზის ერთ-ერთი ვარსკვლავი გაიტაცა და 3 დღე ამღერა თავის სახლში და მე როგორც ფული ჩაუტენა და დაუბრუნა შეშინებულ ოჯახს. მოკლედ, ყველაფერს აკეთებდა, რომ ყურადღება მიექციათ მისთვის და ეს ყურადღება ბოლო მას მიაქციეს. ოღონდ ეს ყურადღება მას მიაქცია დაზვერვის სამსახურმა და ფედერალურმა ბიურომ. რა თქმა უნდა, მათ მიაქციეს ყურადღება. ესე იგი, ამაზე ვცლად ვერ ვისაუბრებთ, ამდენი დრო არ აქვს ჩვენ, მაგრამ მით უმეტეს, რომ უთუოდ ნანახი გექნებათ ძალიან კარგი ფილმი ბრაიან დე პალმასი, ხელშეუხებლები, სადაც მთავარ როლებს თამაშობენ კევინ კოსტნერი, თამაშობს დე ნირო და თამაშობს ალ კაპონეს და შონ კონერმა ამ ფილმში მონაწილეობისთვის ოსკარი აიღო. მოკლედ, ფინანსთა სამინისტროს ეგიდით შეიქმნა სპეცჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გამოცდილი აგენტი ნესი
მოკლედ დაიწყეს გამოძიება მისი, ასე ვთქვათ, ფინანსების ალ კაპონეში და 1931 წელს მას წარუდგინეს ბრალი გადასახადების გადაუხდელობის. რაც ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ძიმე დანაშაულად შეერთებულ ხო და მიუსაჯეს 11 წელი. ჯერ ფილადელფიაში იდგა ციხეში, მერე ალკატრასში. ორივეგან თავს დაესხნენ მას, როგორც ჩანს, მისი ავტორიტეტი ვეღარ იყო ისეთი, ასე ვთქვათ, გამაგრებული. ერთხელ ძიმეთაც დაჭრეს სხვათა შორის, მაგრამ რაღაცნაირად მოაგვარა ეს კონფლიქტები, გადარჩა, ცოცხალი დარჩა. ერთადერთი მტერი, ვისთანაც ვერაფერი ვერ გააწყო, იყო მისი სენი. ეს სენი მან აიკიდა ჩიკაგოში ახალ ჩასული. ვენერიული დაავადება, ბორდელებსაც აკონტროლებდა მაშინ ჯონ ტორიო და ნეიროსიფილისი ჰქონდა მას, ეს უძიმესი დაავადებაა და რაღაც პერიოდის მერე თან ციხის პირობებში, ახლა წარმოიდგინეთ, დემენცია დაეწყო. 1939 წელს ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ციხიდან და როგორც სამედიცინო, ასე ვთქვათ, დოკუმენტაციაში წერია, მისი გონებრივი შესაძლებლობები 7-დან 12 წლამდე ბავშვის გონებრივი შესაძლებლობებს ვეღარ სცილდებოდა და დაიწყო თუნდა ლაპარაკი თავისთვის და ახსენებდა 100 მილიონს, რომელიც სადაც გადამალდა, თუმცა არ ამბობდა სად და დღემდე ეძებენ იმპულსს სხვათა შორის და მეორე დაიწყო მან საუბარი მის მიერვე დახოცილ ადამიანებთან. ნაწილს უხდიდა ბოდიშს და ნაწილს უხსნიდა, რომ სხვანაირად ვერ გამოდიოდა და ეს არის რაღაცა. ხო, რაღაცა საოცარი ამბავია და ბატონ მოუთმარმა ახსენა მისი გამონათქვამი, ხო, რომ შეიძლება თუ არა აპატიო შეუნდო, თქვათ, მტერს. ღმერთი შეუნდობს ყველას, ჩემი ამოცანა ისინი შევახვედრო ერთმანეთს. ანუ ჩემი მტრები და ღმერთიო, ხო? თავად ალ კაპონე 46 წლის წარსდგა უფლის წინაშე და მერე რა მოხდა ეგ მარტო ღმერთმა იცის. აქ არის ერთი უცნაური დეტალი ბოლოსკენ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინო პერსონაჟია. მოდით მაშინ ჩვენ შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს ახლა აი ამ მსახიობების კადრებით კოლაჟი და ამითი დავემშვიდობა დღეს ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ზუსტად დრო აღარ ყოფნის იმისა, რომ ვისაუბროთ ხო ქართველ კოლეგებზე ამ რობინ ჰუდებისა და პირსისხლიანი განგსტერების ქართველ კოლეგებზე ვისაუბრებთ შემდეგ გადაცემაში, მეორე სერიაში ამ გადაცემის, ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ აი ამ კოლაჟი. შეიძლება ითქვას, რომ იმ ქართველ ასე ვთქვათ პერსონაჟებთან დაკავშირებით არის რაღაცა მიძღვნები, როგორც კინემატოგრაფიული, ასე, მაგრამ აქ აი მთელი ინდუსტრია იყო ამაზე აწყობილი. აბა ნახოთ და დაგემშვიდობებით. ვეცადოთ ჩვენც შეუნდოთ მაინც იმ ხალხს, ვინც ამის ღირსია.